თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯემალ ჭკუასელის 80 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ანსამბლის სახმოთრო ხელმძღვანელის იუბილეზე ერისიონის მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ პროგრამი წარდგა. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო და ჯემალ ჭკუასელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო ხელოვნების ქურუმი გადასცა. კონცერტს მინისტრთა კაბინეტის წევრები და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ. ანსამბლ ერისიონმა 130 წლის იუბილეს აღნიშნა ანსამბლის სახმოთრო ხელმძღვანელის ინიციატივით ერისიონი იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით დიდ და პატარა ქალაქებში კონცერტებს მართავს. Atunci Gemas მინდა მიულოცო. Ვაშას 80 წლის დავით, ნამდვილად მესმახეთ ქართული კულტურის ზეიმი და ტრიუმფი. ჩემთვის პირადად განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამას ემოციური, ბატონ ჯემალს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, თავის დროზე მეც გარკვეული წვლილი მიმიძღვის ერისიონის საზღვარგარეთ გასვლაში და გასტროლების მთელი ტურის ასე ვთქვათ აწყობაში და დაწყებაში. შესაბამისად მე ულოცავ მთელი სულით და გულით ანსამბლს, მის ხელმძღვანელს დღევანდელ დღეს და უსურვებ ძალიან ბევრ წარმატებას. აღტაცებული ვარ ჩვენი მსმენელით, აღტაცებული ვარ ქართული ხალხით და აღტაცებული ვარ ანსამბლით, რომ ანახა მაყურებელს ის რაც მას უნდა და რაც მისია და ალბათ მაღალ ხარისხში, იმიტომ რომ ასეთი ოვაციების გამართვა